Deep State-ის Russia Gates-ი, ეპოქის შეთქმულება, ვინ იყო ჩართული? დაზვერვის სფეროში ჯერ კიდევ არსებობს Deep State-ის წინააღმდეგობა. იუსტიციის დეპარტამენტში გამომძიებლების დამტყმელი ძალა იქმნება. რო ამათ პასუხი მოუთხოვოთ. რასაც ცხადებს დონალდ ტრამპი და რა არის დემოკრატების დისკრედიტებულ ელიტას ბარაკ ობამას ჩათვლით. მეორე შეთავაზება ოპოზიციას პრეზიდენტისგან. ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ისევ უარი. არანაირი პასუხი ყაველაშვილის შეთავაზებაზე არ იქნება. ვინ აპირებს ციხიდან არჩევნებში მონაწილეობას და ვინ რჩება ბოიკოტის რეჟიმში? ვინ მიიღებს მონაწილეობას არის ჩვენთვის უკვე ნაკლებად რელევანტური. კანდიდატების წარდგენისთვის ერთთვიანი ვადაა დარჩენილი. აქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები ოპოზიციაზე არ მინდა საუბრო. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორი ფორმით წარდგება, ვინ მიიღებს მონაწილეობას. 10 გრემის და 4 ემის მფლობელი. ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში. გადავსებული დინამო არენა და მაყურებლის ემოციები. საქართველოს ამ ღამით სოფლიო ვარსკვლავის სტორი ინსტაგრამზე. ეთერშია კურიერი 9 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერი 9 საათზე დღეს 24 ივლისია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. უფრო მეტი დოკუმენტი საიდუმლო მასალების ნაწილი უკვე გასაჯაროებულია. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში დამტყმელი ძალა იქმნება, რომელიც მთავარ როლს შეასრულებს Russia Gates-ის გამოძიების საქმეში. მთავარ ფიგურა ტრამპის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაში და დოკუმენტების ფალსიფიცირებაში ბარაკ ობამა სახელდება, თუმცა მის უკან შესაძლოა იდგეს უდიდესი ფინანსების და გავლენის მქონე ძალები, რომელსაც ამერიკის ეროვნული დაზვერვის შეფმა უკვე მეორედ უწოდა Deep State. ეს იყო მასშტაბური კამპანია რუსული იარლი ამერიკის არჩეული რესპუბლიკელი პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის, თუმცა ახლა დისკრედიტირებულია დემოკრატების ელიტა, რომლებსაც წინ აქვს დაკითხვების დიდი პროცესი. 44 პრეზიდენტის სპეცსამსახურების ყველა ფრთის და კანონმდებლების ნაწილის გარდა Russia Gate-ში ჩართული იყო გავლენიანი მედიის უდიდესი ნაწილი, რომლებიც ყალბ ნარატივს ქმნიდნენ და პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდნენ ამერიკის მოქალაქეებზე, რომ დონალდ ტრამპი 2016 წელს ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთის ჩარევით. სახელმწიფო ღალატი დღეს ამ ტერმინს ერთმანეთის მიყოლებით იმეორებენ რესპუბლიკელები და პირველ რიგში ითხოვენ ბარაკ ობამას პასუხისმგებლობას, რომელსაც სავარაუდოდ უკვე მალე დაიბარებენ იუსტიციის დეპარტამენტსა და კონგრესში. დაზვერვის სფეროში ჯერ კიდევ არსებობს Deep State-ის წინააღმდეგობა. ტულსი გაბარდმა Fox News მორიგის სკანდალური ინტერვიუ მისცა. ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ეგრეთ წოდებული Deep State-ის წარმომადგენლებს გავლენა შტატების უსაფრთხოების სამსახურში დღემდე აქვთ, თუმცა მათ წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს. გაბარდმა კორპორაციების ინტერესებზე საუბარი ბარაკ ობამას თემით დაიწყო. სპეცსამსახურის დირექტორმა 44 პრეზიდენტი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სწორედ Deep State-ის დავალებით მოქმედებაში დაადანაშაულა. თქვა, რომ ტრამპის იმიჯის დისკრედიტირება 2016 წელს ობამამ მისთვის რუსეთთან კავშირის დაბრალებით სცადა. ჩვენ შევძელით ამ დოკუმენტების აღმოჩენა და იმ დოკუმენტების პოვნა, რაც ნამდვილად მიუთითებდა იმაზე, რომ პრეზიდენტმა ობამამ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელებს ჯეიმს კლეპერს და ჯონ ბრენანს დაზვერვის შეფასების შემუშავება დაავალა. რაც ჩვენ ვიცით, პრეზიდენტმა ობამამ ყალბი ინფორმაციის გამოყენებით შექმნა დასკვნა, მას სურდა ამერიკელი ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ პუტინი 2016 წლის არჩევნების დროს პრეზიდენტ ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებდა. Deep State-ის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ეგრეთ წოდებული კორპორაციების გაშიფრულ ბრძოლის მეთოდებზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერის თქმით, არასასურველი პოლიტიკური ძალისთვის დეზინფორმაციული იარლიყის მიწებება და შემდგომ მართული პოლიტიკოსების დახმარებით ტირაჟირება ქართული რეალობისთვის კარგად ნაცნობი მეთოდია. ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს ახალი ადმინისტრაციის აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ადმინისტრაცია აქტიურად იყენებდა ამ ფონდებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იყო საქართველოს რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. და ეს ფაქტი იყო, ხო, რაც საზოგადოების თვალწინ მოხდა, ყველა ვაკვირდებოდით, როგორ გამოიყენებოდა ზუსტად ეს ფონდები და შესაბამისი დაფინანსება საქართველოს რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი Deep State-ის პრობლემის აღმოფხვრაზე პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრებს მართავს. იუსტიციის დეპარტამენტს მტკიცებულებებს აწვდის და ობამას დაპატიმრებასაც არ გამორიცხავს. ამ ფონზე ქართული ოპოზიცია კვლავ ამტკიცებს, რომ Deep State-ი და კორპორატიული ინტერესები, რომელიც გავლენას მსოფლიოზე ახდენს, არ არსებობს.
ჩემი განმარტება Deep State-ის საკითხთან მიმართებაში ემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ დოქტრინას, რაც გულისხმობს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ რესურსს. იმ 6 წლის განმავლობაში საგარეო ურთიერთობებში არაფერი მსგავსი გავლენის მოხდენა მე არ მინახავს. რაც შეეხება ქალბატონი გაბარდის განცხადებას, ეს არის ისე შიდა პოლიტიკური დებატი. მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ვარ დაინტერესებული ჩემი სახელმწიფოს პოლიტიკით. ქართულ ოპოზიციას, მათ ლობისტებს და ევროპელ ბიუროკრატებს ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ძალების ინტერესების გამტარად მიიჩნევს მართველი გუნდი. სახელმწიფო პარტიაში 2012 წლიდან დღემდე წარმოებული ორკესტრირებული კამპანიაც გაიხსენეს. თქვეს, რომ ოპოზიცია Deep State-ის სტილის სრული დაცვით წლებია ოცნებისთვის რუსეთთან თანამშრომლობის დაბრალებას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ცდილობს. მთელ მსოფლიოში ერთი და იგივე ნარატივი აქვს, ერთი და იგივე ხაზია, თუ ისინი ვერ იღებენ მათთვის სასურველ შედეგს კონკრეტულ ქვეყნებში. მაშინვე, რა თქმა უნდა, შემოყავთ რუსეთის თემა, რუსული ნარატივი. დააკვირდით 2012 წლიდან. დღემდე მიდის ნარატივი, რომ ქართული ოცნება აკეთებს რუსულ საქმეს და რა ვიცი 1000 სისულელი პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ჯგუფები არ ჯდებიან Deep State-ის დღის წესრიგში, რა თქმა უნდა და მათი გაშავების ყველაზე მარტივი ხერხი არის თითქოს რაღაცა პრორუსის იარლიყის მიწებება, რომელიც ჩვენ ძალიან მრავლად გვინახავს ასეთი მაგალითები. საქართველოს შემთხვევაში შეგვიძლია გავიხსენოთ ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, როდესაც 12 წელი ამაზე საუბრობენ და ფიზიკურად ერთი მაგალითი ვერავის ვერ მოყავს. ტულსი გაბარდმა Fox News-თან ინტერვიუს შემდეგ მტკიცებულებები იუსტიციის დეპარტამენტს უკვე გადასცა. დაზვერვის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მალევე დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რგოლით გამოეხმაურა, სადაც ბარაკ ობამას ოვალურ კაბინეტში აპატიმრებენ. რუსულ გავლენებს დააბრალა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის შეზღუდვა, რომელსაც საპროტესტო ტალღა მოყვა უკრაინულ ქალაქებში, თუმცა უკრაინა ამჯერად ახალ მაიდანს გადაურჩა. ევროკავშირის ზეწოლისა და საკუთარი მოქალაქეების მასობრივი პროტესტის შემდეგ ზელენსკიმ უკან დაიხია და უკან წაიღო საკუთარი ხელმოწერა, რომლითაც ის მთავარ პროკურატურას უქვემდებარებდა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლოდ შექმნილ ორ მთავარ სამსახურს. კიევს ბრიუსელიდან გუშინ კანდიდატის სტატუსის და უვიზო მიმოსვლის პირობებით შეახსენეს. ითქვა ომში დახმარებაც. შედეგად რადაში უკვე შეტანილია ახალი კანონპროექტი, რომელსაც კენჭს დეპუტატები ხვალვე უყრიან. საგულისხმოა, რომ კანონი, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებდა, ზელენსკის მიერ დანიშნულ გენერალურ პროკურორს უფლებას ანიჭებდა, რომ დაეხურა ამა თუ იმ თანამდებობის პირის მიმართ დაწყებული გამოძიება. პრეზიდენტი გააკრიტიკა მისმა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმაც ზელენსკის ჰქონდა არჩევანი ან ხალხის მხარეს დამდგარიყო ან არა, განაცხადა დიმიტრი გულება. პრეზიდენტს არჩევანი ერთ დღეში შეაცვლევინეს, თუმცა შიდა დაპირისპირების ფონზე იმ უკრაინულ ქალაქებს, სადაც საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ახლა კვლავ რუსეთი ბომბავს. ჩვენ ევროპა ავირჩიეთ და არა ავტოკრატია. მამაჩემი ამისთვის არ დაღუპულა. სირცხვილია, გააუქმეთ კანონი. ხელისუფლებამ გვიღალატა. ეს ის ლოზუნგებია, რომელსაც კიევში პრეზიდენტის ოფისის მიმდებარედ ათასობით მოქალაქე მესამე დღეა სკანდირებს. მასობრივი პროტესტის მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობა გააუქმა და მთავარ პროკურატურას დაუქვემდებარა. კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ოდესა, ზაპოროჟიე, უკრაინის 17 ქალაქში დემონსტრაციები არ წყდება. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზელენსკი ამ კანონს მოაწერდა ხელს. ამ კანონის ხელმოწერა პრაქტიკულად ანტიკორუფციული ორგანოების ლიკვიდაციას ნიშნავს. ეს ბლოკავს ევროკავშირში გზას და არღვევს დემოკრატიას. კიევთან ერთად პროტესტის ეპიცენტრია ხარკოვი. ათასობით დემონსტრანტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკრაინის პრეზიდენტის და უმაღლესი რადას გადაწყვეტილებას მსვლელობით აპროტესტებს. ეს მნიშვნელოვნად გააუარესებს ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან. ჩვენ ვერასდროს გავხდებით წევრები, რადგან მივდივართ იმ გზით, სადაც ჩრდილოეთ კორეაა. ეს უკვე გაგვიკეთებია, იქ უკვე ყოფილვართ. იყო პირველი მაიდანი, იქნება კიდევ ერთი მაიდანი. დემონსტრანტებს ლვოვში სტუდენტები შეუერთდნენ. ახალგაზრდებმა ქუჩაში საპროტესტო ბანერები დაამზადეს.
Мы против диктатуры. ჩვენ დიქტატურის წინააღმდეგი ვართ. მრავალი წლის განმავლობაში ვერ ბრძოდით დიქტატურას და სწორედ ამიტომ ახლა დამოუკიდებელი უწყებები გვაქვს. მათი უფლებამოსილებები შეამცირეს და ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. ვიბრძვი მომავლისთვის ამ გადაწყვეტილებაში უსამართლობას ვხედავ და გულწრფელად ვერ ხვდები, რატომ ექცევიან ხალხს ასე. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით სადავო კანონის მიღების მიზეზი ინსტიტუტების რუსული გავლენისგან გაწმენდა გახდა. ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტი ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მე უკრაინის უზენაეს რადას შევთავაზებ კანონპროექტს, რომელიც იქნება პასუხი და რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებას. არანაირი რუსული გავლენა ან ჩარევა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში აღარ იქნება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, დაცული იქნება. უკრაინაში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას გამოეხმაურა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. ერთობლივი განცხადება სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ლინდსი გრემმა გააკეთეს. რადას მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული და პრეზიდენტ ზელენსკის ხელმოწერილი კანონი ძირს უთხრის პროგრესის დიდ ნაწილს და ეწინააღმდეგება უკრაინის ძლიერ საბრძოლო სულისკვეთებას, ასევე უკრაინის მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს. შეფასებები გაკეთდა ბრიუსელშიც. ვოლოდიმირ ზელენსკის ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაურეკა. საკითხზე ევროკომისიის შეშფოთება პირადად გადასცა და განმარტებები მოითხოვა. უკიდურესად შეშფოთებულები ვართ უკრაინაში სისხლის სამართლის კოდექსში მიღებული ცვლილებებით, რაც უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების კომპეტენციების და უფლებამოსილებების მნიშვნელოვნად შესუსტების საფრთხეს ხმის. საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციების მიზეზი გახდა, რადაში პრეზიდენტის პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი. ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობის გაუქმებას ხელი ჯერ უმაღლესი რადა სპიკერმა, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწერა. უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ბრიუსელიდან საქართველოსაც ემუქრებიან, თუმცა მთავარი მოთხოვნები გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონებია, რომელსაც ქართული ოცნების აზრით საერთო არაფერი აქვს ვიზა ლიბერალიზაციით აღებულ ვალდებულებებთან. აგვისტოს ბოლომდე წაყენებულ 8 პირობას საქართველოს ხელისუფლება შანტაჟს უწოდებს. მათ შორის არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აცხადებს, რომ გლობალური ომის პარტია იმდენად გავლენიანია, რომ ევროპულ ბიუროკრატიას ევროპის ინტერესების საწინააღმდეგოდაც კი უწევს ქმედება. ევროპისა და აზიის ხიდი უმნიშვნელოვანესი არხი სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით, სტრატეგიული ადგილი და ევროპასთან დაკავშირებადობის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. ეს რამდენიმე კვირის წინ ირანის ომმაც აჩვენა, როდესაც ავიარეისების ტრაფიკმა თითქმის მთლიანად სამხრეთ კავკასიის კორიდორში გადმოინაცვლა. რა ინტერესი აქვს ევროპას, რომ ამ ვითარებაში ჩაკეტოს საქართველოსთან ურთიერთობა? ქართულ ოცნებას ამაზე დიდი ხანია ერთი პასუხი აქვს. ეს არის ჩრდილოვანი მმართველობის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის დასუსტება მესამე ქვეყნების ომში ჩართვის ხარჯზე სურს, თუმცა პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ეს ქვეყანა არ იქნება. თურმე კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ რომ მიიღო, ქართულ ხალხს მისცეს და დღეს გამოდიან ინიციატივით, რომ ქართულ ხალხს წაართვან ისიკეთე, რაც ვიზა ლიბერალიზაციასთან არის დაკავშირებული. ქართველი ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი მათზე ზრუნვის სახელით. ქართული ოცნება ამბობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ევრობიუროკრატების მხრიდან შანტაჟის აპრობირებული მეთოდია, რომლის უკანაც გლობალური ძალების უცვლელი ინტერესი დგას. ხელისუფლების შეცვლა და საქართველოს ომში ჩართვა. საერთოდ არც საქართველოს აინტერესებთ, არც ქართველი ხალხი არ აინტერესებთ. მათ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ინტერესი, საქართველოს და ქართველი ხალხი გამოყენებული იყოს თავიანთი დიდი პოლიტიკური თამაშებისთვის და თავიანთი ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებაში გააკეთეს. განცხადებები, რასაც ვისმენთ, დაფუძნებულია ცილისამებაზე, სიცრუეზე, ზოგადად ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ აღნიშნულ ორ კანონთან დაკავშირებით, საერთოდ ვიზა ლიბერალიზაციასთან კავშირი არ გააჩნია. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხს არ უკავშირდება, ამას ოპოზიციაშიც აღიარებენ. თუმცა ამბობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის მოთხოვნები უპირობოდ უნდა შეასრულოს. მათ შორის ისინიც, რაც ბრიუსელის რეკომენდაციებში არ წერია. ხელისუფლებასვე შეუძლია ამ ვითარების შეცვლა. უპირველეს ყოვლისა თავისუფალი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონების უკან გაწვევით და პოლიტიკური რეპრესიების გაჩერებით. ან დავიცავთ ამ წესებს, ან დავკარგავთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პრივილეგიას, რაც დიახ, საზოგადოებამ დაიმსახურა. ევროკავშირიდან გამოდიან რაღაც მეტოდი დათქმები,
რეკომენდაციები და ქართულ ცნებას მოუწოდეს, რომ ეს რეკომენდაციები შეასრულოს. თუ არ მაშინს ევროპაშია შეიძლება რაღაც განსხვავება გააკეთოს და ყოველთვის დავითანხმოთ ჩვენ პირველ რიგში ამოვიდეთ საკუთარ ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ოპონენტების პოზიცია მართლგუნდს არ უკვირს, რადგან სწორედ მათ განიხილავს საქართველოში გლობალური ძალების ინტერესების წარმომადგენლებად. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული უსამართლო კამპანია უკვე 3 წელზე მეტია გრძელდება. ვერ მიიღეს ის შედეგი, უნდათ რა რევანშისტული 2012 წლამდე არსებული ძალების საქართველოს ხელისუფლებაში აგენტურული მთავრობის მოყვანა, მარიონეტებით დაკომპლექტებული ხელისუფლება ჭირდებათ მათ იმისთვის, რომ ის მიზნები შეასრულონ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილებს და მიზნებს. როდესაც შენ უკვე იმ დონეზე ხარ მისული, იმ დონეზე ხარ გაღიზიანებული და დაბოღმილი ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ ეროვნული ხელისუფლება არ წავიდა არაფერ დათმობაზე თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რომ ბოლო ურთიერთობის ამ შანსად ცდილობ რომ გაანადგურო, ეს არის რა თქმა უნდა ლუსტრირება აი იმ deep state-ის ტრამპარო დაარქვა და იმ გლობალური ომის პარტიის ჩვენ რომ დავარქვით. მშვიდობა ვიზა ლიბერალიზაციის სანაცვლოდ პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება დღეს ამ დილემის წინაშე დგას. განცხადება ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ მედია ინტერვიუში გააკეთა. რას ასე ვთქვათ გვიყენებენ სასწორზე. ერთ ხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე ხარეს დგას მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, სამართლის უზენაესობა. როდესაც ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება, მე მგონი არჩევანის გაკეთება არის მარტივი. ასეც და ისეც მე მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, მათთვის არ არის არანაირად მომგებიანი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. მარტივი მიზეზის გამო, თუ ვინმეს უნდა რომ ამით რაღაცნაირად მეხუთით სადოს რევოლუციის მოწყობა წარმატებელი იქნება. ევროპისთვის საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საქართველო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არხი, იგივე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით, დაკავშირებადობის კუთხით. იმდენად დიდია იმ ძალის გავლენა ევროპაზე, რაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომ ევროპული ბიუროკრატია არის იძულებული იმოქმედოს არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ რაღაც კარა ინტერესების კარნახით. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება ევრობიუროკრატების მიზნებისთვის კონტრპროდუქტიული იქნება. დღესვე პრემიერ-მინისტრი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. ჰადას მეიცადი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და განსაკუთრებულ მეგობრობას. ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც და ამ კონტექსტში დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში მისიისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მეორე შეთავაზება ოპოზიციას პრეზიდენტისგან და მეორე უარი ოპოზიციისგან. მიხეილ ყაველაშვილმა ციხეში მყოფ ოპოზიციის ლიდერებს ამჯერად ღამის კურიერის ეთერიდან მიმართა, თუმცა ორბელიანის სასახლეში შეწყალების წერილის გაგზავნას არავინ აპირებს. ისინიც კი, ვინც პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ასეთი კი ერთი პარტიის ორი წარმომადგენელია. პარტიების თანაფართობა ისევ ორი-ორზეა. ლელო და გახარი არჩევნებზე მიდიან, ნაციონალები და ყოფილი ნაციონალები კი ბოიკოტში რჩებიან. ანა დოლიძის დაანონსებული პოზიცია კი ისევ ბუნდოვანია. ის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და თან აცხადებს, რომ არც ბოიკოტს უერთდება. 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი. კანდიდატების წარდგენისთვის პარტიებს კიდევ ერთთვიანი ვადა აქვთ. მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. წერილობითი განცხადების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ხელისუფლების ოპონენტებს უკვე ღამის კურიერიდანაც შესთავაზა, რომ შეწყალების წერილით მიმართონ. პრეზიდენტი მზად არის დისკრეციული უფლება გამოიყენოს და დაკავებული პოლიტიკოსები, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. თუ ესე უყურებ პროცესს, რომ შენ გინდა საქართველოში არჩევნების პროცესში მიიღო მონაწილეობა, რა არის აქ ასე ვთქვათ მიუღებელი, რომ იგივე მიმართულებით განახორციელო ეს პროცესი და გამოიყენო ეს შესაძლებლობა თავიანთ ამომრჩეველ საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი ღირსნი არიან, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში, რომ მათ არ კონდეთ შეფერხება საარჩევნო პროცესში.
არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდნენ, თუმცა პრეზიდენტის შეთავაზებაზე ამჯერადაც უარია პარტია ლელოსგან. არანაირი პასუხი ყაველაშვილის შეთავაზებაზე არ იქნება, გარდა იმისა, რომ არანაირ განცხადებას და არანაირ მიმართვას არ გააკეთებს ლელო ძლიერი საქართველო. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ არავინ არ იყოს ციხეში, ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. პოლიტიკურ ბრძოლას ყველა თავისებურად განაგრძობს. ზოგი საარჩევნო მარათონში ერთვება, ზოგი ბოიკოტში რჩება. ანადოლიძეს არც არჩევნების სურს და არც ბოიკოტი. პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაუმართლებელია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ის რაც არის ადგილობრივი არჩევნები, არის რაიმე ფორმით ბრძოლა, არ ვუერთდებით ბოიკოტს. პოლიტიკური სივრცე მოწამლულია პოლიტიკოსების ერთმანეთზე დაპირისპირებით. ანადოლიძეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მოუწონეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ და ყველას, ვინც ამ ნაბიჯზე მიდის, მოღალატეებად თვლიან. კარგია, რომ ერთი პოლიტიკური აქტორი, თუნდაც არა მაინც და მაინც უდიდესი გავლენის მქონე, მაგრამ ერთი პოლიტიკური აქტორით ნაკლები მიიღებს მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში. ორის ნაცვლად ახლა უკვე სამად დაყოფილ ოპოზიციას ნებისმიერ შემთხვევაში მარცხს უწინასწარმეტყველებს დედაქალაქის მერი. კახა კალაძემ დაადასტურა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და აანონსა ისიც, რომ ქართული ოცნების რიგებს ახლა ახალი სახეები შეუერთდებიან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება პირდაპირ იმ კეთილდღეობას, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, რაც კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ რაიონებში არსებობს გამოწვევები. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი პროექტი იქნა განხორციელებული, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, სოფლებში, ქალაქებში. თუმცა ცხადია, არსებობს გამოწვევები, არსებობს პრობლემები. მე თბილისში ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, იმიტომ რომ ყველა პრობლემა ვიცით, ყველა გამოწვევა ვიცით, თუ რა უნდა გაკეთდეს. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები ოპოზიციაზე, არ მინდა ვისაუბრო. ეს არ არის ჩემი საქმე, თვითონ ვერ გარკვეულან ერთმანეთში და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორი ფორმით წარდგება, ვინ წარდგება, ვინ მიიღებს მონაწილეობას. მერებსა და საკრებულოების წევრებს 4 ოქტომბერს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ. არჩევნებამდე 3 თვით ადრე კი ოპოზიციის გზები სამად გაიყო. ჩორჩანას ეპიზოდზე გენერალურმა პროკურატურამ ამჯერად დაზვერვის ყოფილი უფროსი გამოკითხა. დავით სუჯაშვილი გამომძიებლების შეკითხვებს 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პასუხობდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მსგავსად ისიც აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიით შეიტყო. დაზვერვის ყოფილი შეფი ასევე ამბობს, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს საკითხი უსაფრთხოების საბჭოს ხდომაზე არ დაუყენებია. გენერალურ პროკურატურაში გამოძიება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით რამდენიმე მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში მიმდინარეობს, მათ შორის არის საბოტაჟი და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. გამოძიებამ ახლა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რატომ არ შეათანხმა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა უსაფრთხოების სამსახურსა და საერთაშორისო მისიებთან. როდის გაიგეთ ეს ინფორმაცია თქვენ საგუშაგოს? სამწუხაროდ ღია წყაროებიდან გავიგე ეს ინფორმაცია. კარგი იქნებოდა რომ მანამდე მცოდნე ჩარტა და რეფორმა, ხო? შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. კანონი არეგულირებს ამ საბჭოს საქმიანობას. დაზვერვის სამსახური არის სამსახურის ხელმძღვანელი არის მუდმივი წევრი ამ საბჭოს. აი აქედან გამომდინარე დამიძახეს მე. საბჭომ უნდა განიხილოს მსგავსი საკითხები. ეს არა მარტო უსაფრთხოების კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი, და ჩრდილოეთ ჩვენგანისთვის არის სენსიტიური საქმე. ჩემთვის პირადად ის ტერიტორია დაკარგული და ყველა გოჯი არის ჩემთვის დაკარგული. რაც მე მაქვს ინფორმაცია, ესე იგი მოსახლეობა ჩავარდა საკმაოდ რთულ ვითარებაში, იქ საგუშაგოები, დამატებით საგუშაგოები გახსნეს რუსეთის ფედერაციამ გახსნა დამატებით საგუშაგოები და სამეთვალყურეო საშუალებები დაამონტაჟა. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა. დღეს ხმაური იყო თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც ავარიული შენობიდან მოქალაქეების გამოსახლება მიმდინარეობდა. თავდაპირველად განსაკუთრებით აგრესიული იყო რამდენიმე ადამიანი, თუმცა საბოლოოდ მათი დიდი ნაწილი შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა. აღმოჩნდა, რომ 300-მდე პირიდან დევნილი სტატუსი მხოლოდ 58-ს აქვს. არიან ისეთებიც, ვინც სხვა უძრავ ქონებასაც ფლობს, თუმცა ამტკიცებდა, რომ წასასვლელი არსად არა აქვს. ქარხანა, სადაც დღეს გამოსახლება მიმდინარეობდა, მეოთხე ხარისხის ავარიული შენობაა. მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია, თუმცა ამას ინვესტორი დღემდე ვერ ახერხებდა.
მაური თვალჭრელიძის პირველ ნომერში აღსრულების ბიუროს წარმომადგენლების გამოჩენას მოყვა. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებისა და გაფრთხილების შემდეგ ძველი ქართლის შენობაში თვითნებურად შესახლებული მოქალაქეების გამოსახლების პროცესი აღსრულების ბიურომ დილის 10 საათზე დაიწყო. სამართალდამცავების დაუმორჩილებლობის ფაქტზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით რამდენიმე პირი დააკავა. მოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიულ შენობაში უკანონოდ ცხოვრობდნენ, ადასტურებენ, რომ კერძო საკუთრებაში თვითნებურად შეიჭრნენ და გამოსახლების პროცედურის შესახებ წინასწარ ინფორმირებულები იყვნენ. სამგორის რაიონის მაცხოვრებელი აქ ცხოვრობ, დავინახეთ უბრალოდ მიტოვებული შენობა, რადგან 16 წელია ქირით ვარ და ვერ შევძელი ვერანაირი სახლის შესყიდა კეისით რაღის ახლა ბინები, რომ გავიარე ამ ტერიტორიაზე წინა კორპუსში და იმ კორპუსში ხალხი იყო, ცხოვრობდნენ. გავიარეთ, გამოვიარეთ, დავინახეთ სარიელი ფართი იყო და რამოდენიმე ოჯახმა გადავწყვიტეთ მოგვესუფთავებინათ. ის იყო გაფრთხილების ფონზე, რომ ეს იყო ვიღაცის და აქ არ დაგტოვებდნენ. ჩვენ ვიცოდით, რომ ასე უნდა მომხდარიყო. ვიღაცა მოსულიყო და რაღაცა პატარა 200 კვადრატი მეტრით მაინც დავეკმაყოფილებინეთ, რომ რაღაცა ქოხს მაინც ჩადგავდა ადამიანი და იწხოვრდა. სახლი გაქვთ თქვენ პირადად? მე არ მაქვს. სად წავიდე? ხო, მე რა. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ის ადგილობრივები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ წასასვლელი არსად ჰქონდათ. თუმცა საჯარო რეესტრში გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ გამოსახლებულ პირთა დიდი ნაწილი უძრავ ქონებას უკეფლობს. სახელმწიფომ საცხოვრებელი ბინა იძულებით გადაადგილებულ ვეფხია ფაცურიასაც 2018 წელს გადასცა, რომელიც მოგვიანებით 2024 წელს თავად ოჯახმა გაყიდა. სოციალურად დაუცველ მზევინარ აბაშულს კი უსახლკაროთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დადებითი პასუხი აქვს 50,000 ლარიან დახმარებაზე. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოქალაქეთა ნაწილი შენობის მფლობელი კომპანიის Blexi Properties შეთავაზებას დათანხმდა, რომლის მიხედვითაც კომპანიისგან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ. მათ შორის შეთავაზებას დათანხმდა ის პირიც, რომელიც ხიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. მოხდა შეთანხმება კრედიტორთან. ეს იქნება უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა ნაწილი ხალხის და დაკმაყოფილებული არიან მეტ-ნაკლებად. კრედიტორის კეთილი ნებით არიან რაღაცა ერთჯერადი კომპენსაციით დაკმაყოფილებული. ვიცოდით, რომ კერძო საკუთრება იყო, მაგრამ ჩვენი უსახლკარობის გამო შემოვედით. თვითონ გავედით, არავის ძალადობით არინით არ გასულა. ჩვენ თვითონ გავედით, რომ უსაფრთხოდ გვექცნო თავი. კრედიტორის დახმარებით რაღაცებს ქირით რამე იქნება. Blexi Properties წარმომადგენლის განცხადებით დღეს მოლაპარაკებების საფუძველზე 18 ოჯახს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა. 18-ვე ოჯახი, რომელიც შედგება არასრულწლოვანი ბავშვებისაგან, მოხუცებისაგან, დღესვე იქნება გადაყვანილი შესაბამის საცხოვრებლებში, დაკმაყოფილებული იქნება და გადახდილი იქნება შესაბამისი ქირები. ის ადამიანები, ადამიანებიც თან ვერ მივახციეთ კონსესს შეიძლება ითქვას, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო და მიზეზი არის გაუგონარი ციფრები, გაუგონარი კალკულაცია, საიდან გამომდინარეობს ეს ფართები და საიდან ითხოვენ აღნიშნული ფართები დაკმაყოფილებას კომპანიისთვის გაუგებარია. აღსრულების ბიურომ გამოსახლების პროცესი სამხარაულის ბიუროს დასკვნისა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიწყო. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შენობა ნაგებობა დაზიანების კლასიფიკაციის მიხედვით მეოთხე ხარისხისაა. არსებული სახით მისი ექსპლუატაცია დაუშვებელია და მხოლოდ დემონტაჟს ექვემდებარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2024 წლის აპრილის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა Blexi Properties ყველა სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა შენობებში შეჭრილი პირების გამოსახლება და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კომპანიისთვის გადმოცემა. მიმდინარეობს დაცლა უძრავი ქონებების და ასევე გრძელდება შესაბამისი უწყებების მიერ მათ მიერ მოთხოვნილი დახმარებების საკითხის განხილვა. სახელმწიფო პასუხისმგებლობას იძულებით გადაადგილებულ პირებზე იღებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობაში შეჭრილი 285 პირიდან დევნილი სტატუსი მხოლოდ 58-ს აქვს. მათგან სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში სახელმწიფოსგან უკვე დაკმაყოფილებულია 24, 29-ს კი სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს. მათგან 6-მა დადებითი პასუხი უკვე მიიღო, 5 პირს კი არც ერთი პროგრამისთვის არ მიუმართავს. საკუთრების უფლებასაც დასვაჭირდება და იმავდროულად ბუნებრივია აქცენტი უნდა
ჰქონდეს გაკეთებული იმაზე, რომ უსაფრთხო არ არის ამ ადამიანების იმ შენობაში ყოფნა და მათივე უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შენობის მდგომარეობა არ იძლევა იქ უსაფრთხოდ ყოფნის შესაძლებლობას. და მეორე ფაქტორი, რა თქმა უნდა, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ეს არის ის გარემოება, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული მოვალეობა, ეს სამართლებრივი სახელმწიფოა და ბუნებრივია, რომ გარკვეული ნორმები მოითხოვს აუცილებლად დაცვას. თბილისის მერია პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ პირებზე იღებს, ვინც თბილისში არიან რეგისტრირებულები. ასეთი კი სულ 9 ოჯახია, რომელთაგან 2 უკვე სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებით. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, არის ავარიულიც და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდება მათი გამოყვანა. სხვათა შორის არის 9 ოჯახი, რომელიც თბილისში არის რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა, ქირით გაყვანა, 2 უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებული წინადადებებით, დანარჩენებმა არ დაეთანხმნენ აღნიშნულს. თვალჭრელიძის პირველ ნომერში მდებარე შენობა ნაგებობები კომპანია შეპესე ბლექსი პროპერტიმ 2022 წელს საინვესტიციოდ შეიძინა და მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავდა, თუმცა 2023 წლიდან მეპატრონის ხელი საკუთრების განკარგვასა და მართვაში თვითნებურად უკანონოდ შესახლებულმა მოქალაქეებმა შეუშალეს. კომპანიამ შენობაში შეჭრილები ფართის დატოვებაზე წერილობით და სიტყვიერად არაერთხელ გააფრთხილა, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამიტომ 2023 წლის 8 ნოემბერს ბლექსი პროპერტიმ საკუთრებაში შეჭრილი პირების გამოსახლების თაობაზე სასამართლოს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა. მიხეილ ყავლაშვილმა მათ ეროვნული საქმის კეთებისთვის მადლობაც გადაუხადა. პრეზიდენტის განცხადებით დაჯილდოებულთა მიერ გაწეული შრომა აძლიერებს ქვეყანას, საზოგადოებას და უდიდეს მოტივაციას აძლევს მომავალ თაობებს. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიას კულტურის მინისტრი შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და ეროვნული პრემიის კომისიის წევრები, ასევე მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. სასიამოვნო პროცესია, როცა აჯილდოვებენ ადამიანს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თქვენ ახართ პროფესიონალები და ურამჩეული შულს მოვიყვან მაგალითად ნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებული თკბობაში, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სიამოვნება არის თვითონ ის შემოქმედება, რასაც ქმნით. ჩვენი ვალია, რომ ყოველთვის დავაფასოთ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ თქვენი ღვაწლი და არ გამოგრჩეს არც ერთი ადამიანი, ვინც თავის სფეროში ესე მოღვაწეობს უანგაროდ, ქეცვიხრი თქვენი შემოქმედების, თქვენი ღვაწლის წინაშე. უმნიშვნელოვანესია, რომ ერთის მხრივ ეს უნიკალური კულტურა შევინარჩუნოთ და მეორეს მხრივ განვავითაროთ. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამისთვის ძალიან ბევრს აკეთებთ. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ ახალგაზრდებში ეს სიყვარული, ჩვენი ქვეყნის სიყვარული, ჩვენი ფოლკლორი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი მეცნიერება განვავითაროთ და შევაყვაროთ ისე, რომ ეს ახალი თაობა შემოვიდეს. დღეს გლობალიზაციის პირობებში, როდესაც ეროვნული თვითყოფადობის საკითხები დგას, როდესაც ამდენი გამოწვევაა, როდესაც ამდენი ჩასაფრებული ადამიანია, აი სიკეთე და სინათლე უნდა წამოიწიოს და ეს ეროვნული ენერგია, რომელიც არის დაუნჯებული ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტად უნდა წარმოჩნდეს და ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო იზრდება დღევანდელი დღის მნიშვნელობა. ბატონო მიხეილ, არა მარტო ჩემი საზოგადოების დიდი მადლობა თქვენ ამ კეთილ საქმესთან, რაც თქვენ დღეს გააკეთეთ და საერთოდ იმ პირველ დაბიჯებთან, რაც თქვენს საგარეო ურთიერთობის საკითხებთან არის დაკავშირებული, რაც საკანონმდებლო საკითხებთან არის დაკავშირებული. პენიტენციარულ სისტემასთან თქვენი გამოცემული აქტები ეს დიდი საქმეა და დღევანდელი დღე აგვირგვინებს ამას. საქართველოს ამ ღამით ეს მსოფლიო ვარსკვლავის ისტორია ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე 10 გრემის და 4 ემის მფლობელი ოსკარის ნომინანტი ჯასტინ ტიმბერლეიკ მაგუშინ დინამო არენაზე იმღერა. პოპ ვარსკვლავის საქართველოში გადავსებული სტადიონი და მაყურებლის ემოციები დახვდა. სპეციალურად ამ კონცერტისთვის თბილისში 20,000 უცხო ქვეყნის მოქალაქეც ჩამოვიდა. სულ ტიმბერლეიკის თბილისის კონცერტს 55,000 ადამიანი დაესწრო. სოფლიო პოპ მუსიკის ვარსკვლავი 10 გზის გრემისა და 4 ემის მფლობელი ჯასტინ ტიმბერლეიკის ანგარიშზე 10 მილიონი გაყიდული ალბომი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარია. ამჯერად დიდი მუსიკალური ისტორიის ნაწილი საქართველოს გახდა.
ტიმბერლეიკის კონცერტს დინამო არენაზე 55,000-ზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა, მათ შორის 20,000-მდე უცხოელი სტუმარი იყო. არენაზე შეკრებილმა მელომანებმა საყვარელ ჰიტებსა და უახლესი ალბომის სიმღერებს მოусმინეს. ბავშვობიდან მიყვარს ჯასტინ ტიმბერლეიკი. ველოდებოდი ძალიან მის ჩამოსვლას, ძალიან გაყოფილი ვარ. ენერგია და მუხტი იყო საოცარი. ძალიან გავერთე, ძალიან ბევრი ვიცეკვე, ძალიან ბევრი ვიმღერე. ხარულები ვართ, რომ საქართველოში ჯასტინ ტიმბერლეიკი ჩამოვიდა. მოგვეცა ბავშვებს გვენახა და შეგვეგრძნო ასეთი ბედნიერი წუთები, რომელიც ცხოვრების ბოლომდე დაგვამახსოვრდება. საოცარი კონცერტი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა აქ ყოფილიყავი და ცოცხალი შესრულება მომესმინა. ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი, როცა ეს შემსრულებელი შემიყვარდა. იმ დროიდან ვარ ჯასტინ ტიმბერლეიკის ფანი. დღეს ძალიან გავერთე. ეს საოცარი თავგადასავალი აღმოჩნდა. Just can't seem to understand why it was me. ეს 2025 წელს სტარინგ ჯორჯიას ფარგლებში გამართული მეორე გრანდიოზული ღონისძიებაა, რომლის ორგანიზებაშიც 2000-მდე ადამიანი იყო ჩართული. საორგანიზაციო გუნდმა კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე კონკრეტული რეკომენდაციები გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდა. სპეციალურად ამ დღისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მუშაობდა. ძალიან გამიხარდა პირველ რიგში, რომ ჩვენს ქვეყანაში მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავისთვის მოგვესმინა, როგორც არის ჯასტინ ტიმბერლეიკი. ძალიან ემოციებით სავსე ვარ, ბედნიერი ვარ და ვიცი რომ დამამახსოვრდება ზუსტად. ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის იყო აი ბოლოს ფეიერვერკები რომ გაუშვეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად დაამშვენა ეს დღე ძალიან. სოფლიოს სცენის გამორჩეულმა არტისტმა შოუ გრანდიოზული ფეიერვერკით დაასრულა. ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში ჩატარებულა. ასეთი იყო დღევანდელი დღე 24 ივლისი და კურიერი 9 საათზე. მე დღეს ამით ვასრულებ მუშაობას და ხვალამდე გემშვიდობით. ნახვამდის.